ეროვნულ ბიბლიოთეკაში, როცა ჩვენ საუბრობთ ელექტრონულ ლექსიკონებზე, ძირითადად ვგულისხმობთ სამი ტიპის ლექსიკონები. ეს არის ენციკლოპედიები, ეს არის საკუთრივ ლექსიკონები და ეს არის ცნობარები. ჩვენ გვაქვს რამდენიმე აი ამ ტიპის ლექსიკონი, ეს არის ბიბლიოიკი, ელექტრონული ლექსიკონი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკონები, სასკოლო ლექსიკონი, სასკოლო ლიტერატურა. ეს ცნობარია უფრო როგორც თვლება და მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა იყოს, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, ქართოლოგიის წიგნების და კრებულების ფოტომასალის აღწერილობა და აგრეთვე დიდი ინგლისური ქართული ონლაინ ლექსიკონი. ძალიან დიდი ბაზებია, თუმცა ამ ბაზებს მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. დავიწყოთ იმით, რომ ეს ლექსიკონები სხვადასხვა გაყოფილებებში არის მოთავსებული და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დიდი ალბათობით მოხმარებელს ჭირდება იცოდეს რომელ ლექსიკონს შეეძებს, შევიდეთ საცალკე და გაიმეოროს ძიება ხელახლა მაგალითად და შეიძლება ვერ იპოვოს სიტყვა, იმიტომ რომ ეს ლექსიკონი ვერ არის შესწორად. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თუ გამოვიყენებთ Google-ის ძიებას. მაგალითად საიტი ორი წერტილი mplg.gov და დაწერ სიტყვას. მაგრამ ეს ნამდვილად არ ცვლის, გაიხარეთ ბოლომდე ვერ ცვლის სპეციალიზებული საზიებო სისტემის პრობლემებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინდექსირების ხარვეზი, გვაქვს ზუსტი დამთხოვის ნაკლებობა, გვაქვს სტრუქტურული ინფორმაციის დაკარგვა, ერთიანი დათვალების შეუძლებლობა, დამოუკიდებელი საიტის სტრუქტურა არ გაქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემი აზრით ეს არის, რომ უმრავლეს შემთხვევაში ესე იგი ვერ ამხოლოებს ეს ბაზები ტერმინს და სიტყვას განმარტებაში. მაგალითად, ჩვენ რომ ავკრიფოთ ახლა ნახეთ, ჩვენ რომ ავკრიფოთ მაგალითად აი აქ რო ავკრიფოთ თუნდაც ერთ ლექსიკონში, აი მაგალითად ყველაზე ცნობილ ლექსიკონში ავკრიფოთ მაგალითად ფუნქცია, აი ავკრიფოთ ფუნქცია ფუნქცია, რო ავკრიფოთ ფუნქცია, აღმოჩნდება რომ თითქმის ყველა ლექსიკონში და არის ეს ფუნქცია. მაგრამ ესე იგი ჩვენ ესე იგი აღმოვაჩენთ კაუჭის ფუნქცია აკადემიურ წერაში, კომუნიკაციის ფუნქციას, ოპოზიციური პარტიის ფუნქციას და ეს კიდევ არაფერი, ჩვენ აღმოვაჩენთ ფუნქციას მაგალითად სიტყვა ნიშანში. მერე უნდა გავხსნათ ეს ნიშანი, მერე გავაკეთოთ Ctrl F-ი, დავწეროთ აქ ფუნქცია და რა თქმა უნდა გამოვა ეს ფუნქცია. რამდენად კომფორტული და კარგი ეს ღმერთმა უწყის, მაგრამ მე რომ არ მომწონს, ეგეც ფაქტია. ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ სხვა ტიპის ლექსიკონის შექმნით. რამდენად გამოგვივა კაცმა არ იცის, მაგრამ პირველი ცდილობები რომ წარმატებული ამაში ეჭვიანებარება. მოკლედ, ჩვენ ვქნით ლექს ბაზას, რომელიცაც ბევრ ცალკეულ ლექსიკონს ერთ სივრცეში აერთიანებს, მიუხედავად იმისა, ის ამ პროგრამით რომელი პროგრამაშია დაწერილი. არ აქვს მნიშვნელობა ბიბლიოიკიდან ავიღებ ყველა დიდი ლექსიკონა, სასკოლო ლექსიკონთან, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკონთან, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი არის, რომ ჩვენ დავიყვანოთ ის ერთ და იმავე კოდირებაზე. ანუ იყოს ტერმინი და იყოს ამ ტერმინის გახსნით გამოდიოდეს ჩვენთვის საინტერესო განმარტება. და იქ ვირჩევდეთ. თუმცა პირველ ეტაპზე მაინც ჩვენ გვინდა რომ ერთ და იგივე პროგრამის ლექსიკონისთვის დავწეროთ ეს ლექსბაზა. მერე რა იქნება, მაგაზე მერე გავაკეთოთ. ანუ ჩვენი მიზანია რომ
ბევრი ცალკეული ლექსიკონი ერთ სიტყვაში გავერთიანოთ, მეორე სიტყვის მოძებნა შესაძლებელი იყოს წამებში ერთი საზიებოველიდან და ყველა ლექსიკონში ერთდროულად, რომელსაც გავაერთიანებთ ამ ლექს ბაზაში, მერე თითოეული სიტყვიდან პირდაპირ ბული შესაძლებელი იყოს გადასვლა ორიგინალურ წყაროზე. ანუ რეალურად NPLG-ის ბაზაზე კიდევ ერთხელ მეორე ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამ ლექსიკონში. აქ არ ვეხები არც ბიბლიოთეკის, არც მაგალითად ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონს, მით უმეტეს რომელიც საერთოდ სხვა ტიპისაა. მაგაზე პერსონალიების ბაზაზე რო ვისაუბრებ, მაშინ გეტყვით. და კიდე დავამატოთ, რომ ესე იგი პირდაპირ ცნობა არსებობს ეროვნულ NPLG-ის სხვადასხვა საზიებო სისტემებში. ანუ თუ არ მინდა ეს ჩემი ლექს ბაზა გამოვიყენო, ნუ გამოვიყენო, ADEC NPLG შედის და იქ იქნება დანაწილებულად. მაგალითად, აი როგორ იქნება გაყოფილი, ესე ძალიან საინტერესოა, ხო? მაგალითად, მიაჭრე NPLG ძიებას და შენ გამოგივა ზოგად ლექსიკონში მოძებნი, ვიგდიქტონალში მოყები, სრულ ტექსტებში მოძებნი თუ მხოლოდ და მხოლოდ ტერმინებში ლექსიკონთა კრებულში, რა ვიცი, სასკოლო ლექსიკონებში, სასკოლო ლიტერატურაში, კატალოგებში, არ ვიცი, ეგ ჩვენი საქმე არა, ეგ თვითონ მან აირჩიოს. თავია რომ მუშაობდეს ეს ლექს ბაზა. ჯერჯერობით მოკლედ სულ ეს მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ ახლა ამ აუდიო ჩანაწერით, ამ ვერბალური მით რა ქვია ნაწილით ვერ მოგიყვევი როგორ ეძებს სრულ ფასოვნად. თუმცა გეტყვი რომ ძებნა ხდება როგორც კატეგორიებში, მაგალითად ორენოვან და მრავალენოვან ლექსიკონში, ქართულ ენათმეცნიერება, ფილოლოგია და ლექსიკოგრაფია, დიალექტოლოგია, ეთნოლოგია და სლენგი, ესენი არიან კატეგორიები, რომელსაც რო ჩაშლით თქვენ ნახავთ, რომ იქ არის გაერთიანებული ლექსიკონი. ყველა არა 5 თუ 6-ია შეტანილი თითოში თუ ზოგადად, მაგრამ ფაქტი ესა. ანუ ძებნა შეიძლება მთლიანად მთელ ამ ლექს ბაზაში შეგვიძლია კატეგორიების მიხედვით და შეგვიძლია ცალკეულ ლექსიკონებში, მაგალითად განათლება და კულტურაში, აი მაგალითად აქ პედაგოგიური ტერმინთა ლექსიკონია და აგნოსტიკოსი, რომელსაც იმედია მე არა ვარ მოძებნის. აი თუ დავწერთ მთლიანად დაგიწერთ რომ აგნოსტიკა სიტყვა განმარტებული არის პედაგოგიური ტერმინთა განმარტებით ლექსიკონში და რო გახსნით და ისარგებლებ, მიიღებთ და გადახვალთ პედაგოგიური ტერმინთა განმარტებით ლექსიკონში და მე ნახავთ რომ ეს განთავსებული არის აი ამ ლექსიკონში, რა ქვია. აი ლექსიკონში, რომელსაც ჩვენ ახლა ზოგადი ლექსიკონი უტოთიმენია ყველაფერი ჩაიწერა, გაიხარეთ.